დილომშვიდობისა 90-იან წლებში საქართველოში ელექტრონულ მუსიკას სულ რამდენიმე ადამიანი აკეთებდა, უკვე შემდეგ 2000-იანებში დიდი მექა გახდა ლონდონი, შემდეგ კი ბერლინი. დღეს მას შემდეგ რაც რამდენიმე ძალიან მასშტაბური მუსიკალური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა, ამ ყოველფრით უკვე სახელმწიფოც დაინტერესდა და დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ტოპ დიჯეების მონაწილეობით საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის გრანდიოზული პროექტი იწყება და საქართველოს კულტურის პალატა ამ პროექტის განხორციელებას სწორედ ქართველი ახალგაზრდების თხოვნით იწყებს და მას გვერდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უდგას საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებთან ერთად და მოწვეულ სტუმრებთან ერთადაც სწორედ ამ პროექტის და მუსიკალური ჟანრის და მიმართულების შესახებ ვისაუბრებთ ახლა. ჩვენი სტუმრები არიან კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოკიტაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, პრომოუტერი პაატა დათვნაშვილი და დიჯეი ნიკა ასევე, რომელიც 27 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიალს დახურავს. დილომშვიდობის ყველას. მადლობა სტუმრობისთვის. მოდი, დათო, თქვენგან დავიწყოთ პირველ რიგში საუბარს პროექტის შესახებ, რომ ვისაუბროთ. ვის ეკუთვნის საინტერესო ეს იდეა? პროექტში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ნიკას, იმიტომ რომ ნიკა ამ მიმართულებით მის მეგობრებთან ძალიან საინტერესო და ძალიან დიდ ფესტივალებს აკეთებდა და რასაკვირველია არ შეიძლება დაევიწყო ის ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით უკვე წლებია მუშაობენ. ჩემთან როდესაც მოვიდა ახალგაზრდათა ჯგუფი და მათ მთხოვეს, რომ არის ასეთი პიროვნება ნიკა გელაშვილი ამერიკაში და გიორგი თორაძე, რომელთაც სურთ აი ამ მუსიკის და აი ამ მიმდინარეობის განვითარება საქართველოში, მე ავიღე 2 დღე პაუზა, ასე ვთქვათ, და გადავამოწმე ამ მიმართულებით საქართველოში ხო რომელიღაცა პრომოუტერები თუ ესე აქტიურად ყვარიყვნენ ჩართული. თორსოლის იმედის მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ ნახა ნიკა გელაშვილი, ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში ვებსტერ ჰოლში მუშაობს, როგორც და რომ ამ მიმდინარეობა საქართველოში არ აქვს თქვათ ასეთი პოპულარობა, არ ვიცი რატო, მოვკიდეთ ხელი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ნიკას და გიორგის, მათ კომპანიას DPM-ს, რომელთაც ერთობლივად ჩვენ დავიწყეთ კულტურის პალატასთან ერთად აი ამ ღონისძიებების განხორციელება და შემოგვიერთდა ახალგაზრდობისა და ბავშვთა ფონდი, აგერ ირაკლი თვითონ ვილაპარაკებს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და აქედან გამომდინარე ჩვენ 27 თებერვალს ვაბარებთ მართლა გამოცდას, იმიტომ რომ მე არ ვსმალავ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის სხვა რაღაცაა, მაგრამ მე გავითვალისწინე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების თხოვნა და მე ვფიქრობ, რომ 27 თებერვალთან ამ მიმართულებით გემოვნებიან მუსიკას შევთავაზებთ მათ, იმიტომ რომ ამ გუშინ ჩვენი სახე გახდა ბავშვთა ახალგაზრდობის გასართობ ცენტრში არის ესეთი 2 მეტრნახევრიანი კომპიუტერის რობოტი მაქსიმე. და ის აი ჩვენ ყველაფერს ეს ბავშვები რასაც მეუბნება ჩვენ აი ეს გვინდა რობოტი, ჩვენის გვინდა სცენა აბსოლუტურად სხვა ადგილას იქნება ანდერვულში, განათება იქნება უკვე 2 დღე ამ განათებას ამონტაჟებენ, იმიტომ რომ კი იყო კაზანტიპზე და გარეთა განათებები სხვა, მაგრამ კლუბში რაც შეიძლებოდა რომ მაქსიმალურად ყოფილიყო სანდრო ბითაძე, ბემის ლაიტმენს ყველაფერი გაითვალისწინა, აპარატურა გენა მამედოვმა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იქ ჩვენ აივანზეც დავამონტაჟეთ ეს აპარატურა, იმიტომ რომ დღესდღეობით რეალიზებული არის 1500 ბილეთი. ესეთი რამ მე ვიცი რომ ესეთი ბილეთი იყიდება ივენთის დღეს. ახლა არის სამხელა მოთხოვნა. ჩვენ გავითვალისწინეთ რომ აივანზეც ახალგაზრდებს ელექტრონული მუსიკის მოთხოვნა არის. კი, სხვათა შორის ხშირად როცა პოპულარსკვლავები წუწუნებენ ხოლმე რომ საწავიდა შოუ-ბიზნესი გადავიდა კლუბებში. რეალურად ეს. ძალიან კაი, ეს ნიკა მიცის და მე მინდა მის მეგობრებსაც ვიტყვი, ეს ძალიან საინტერესო იმას აკეთებენ და იმედია ჩვენ ერთად ვითანამშრომლობთ, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენციას უფრო შექმნის უფრო ხარისხიან პროდუქტს. ნიკა დღეს ხვალ ჩამოდის, უფრო ილაპარაკებს იმ გრანდიოზულ პროექტებზე, რაც მას აქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ტიესტოსთან 80% მოლაპარაკება უკვე ნიკამ დაასრულა და ის 26-ში, როდესაც ხვალ ჩამოვა, დაასახელებს თვედარით, როდესაც ამხელა შემსრულებელი ჩამოვა საქართველოს. ნიკა სულ რამოდენიმე წუთში ჩაგვერთვება და უფრო დეტალურად გავესაუბრებით, მაგრამ კონკურსის შესახებ მინდა ვკითხო, როგორც ვიცით 16 თებერვლიდან კონკურსში მონაწილეობის მსურველები უკვე რეგისტრირდებიან კულტურის პალატის ვებგვერდზე. როგორია მდგომარეობა, რამდენად ბევრი არის მსურველი და თვითონ კონკურსის პირობებიც რომ გითხრა და გაგვაცნო რა მდგომარეობა? კომპანია ალტამ დააწეს iPhone 6 და ჩვენ კონკურსის პირობებს ახლა რომ ვილაპარაკოთ ეთერი არ გვეყოფა. ჩვენ ახალგაზრდებს ვისაც ძალიან საინტერესო ვიდეოები ატვირთეს, უკვე გუშინ დაიწყო ამის
და დაჯილდოვება მოხდება ივენთის დაწყების წინ და ნახოთ დიდი მადლობა მინდა უთხრა ალფას. აქვე მინდა ტკბილ ქვეყანას ალგანი იცავს ამ ღონისძიებას, აჭარა ბეთი არის ჩვენი პარტნიორი, GDS-ი, TV8 და Outdoor-ი. მოდი ჩვენ სტუმრებთანაც გადავინაცვლოთ შეკითხვით. ბატონ, რას თქვი რა ლოგიკით შეირჩნენ არტისტები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ საბოლოო ჯამში 27-ში TV9-ის ვიხილოთ, ვიცით, ტიესტოზე ვისაუბრეთ. საქართველოს პოპულარული ტექნოსგან განსხვავებით ეს უფრო მეტად კლუბურ ჟანრში და კუთხეში ეს არტისტები ხო უფრო პოპულარულ კულტურას განეკუთვნება, ტექნო უფრო მეტად ის underground-ია. უფრო ნაკლებად ნიკა საქართველოში, ანუ უფრო მინიმალურად. ხო, და ევროპას გულისხმობთ ეს შედარებას, როდესაც ვახდენთ. ჩვენ ხო უკვე ევროპა ვართ. ჯერ არა და ანუ გარდა იმის, რომ 27-ში TV9-ის ველოდებით ეს არის მთლიანად ნიკას ასე ვთქვათ შემოქმედება ეს პროექტი. ნიკა არის თავად ანუ მომლაპარაკებელი და ასე ვთქვათ შუამავალი კომპანიებს შორის და შესაბამისად ანუ ნიკას გადაწყვეტილება იყო კონკრეტულად TV9-ით გახსნილიყო საქართველოში ესეთი დიდი ღონისძიებების ბუმი, მოკლედ პირდაპირ შემიძლია ამომათავარქვა. რაც შეეხება დაგეგმილ ივენთებს კულტურის პალატასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი ფორტუნა პლუსი, რომელიც ხარს უჭერთ აი ამ ყველაფერს, შესაბამისად ველოდებით კრის ლეიქს, ასევე ძალიან ცნობილ არტისტს, რომელიც 14-ში წარსულდა ქართველი ბატონო და სამაბრელს ოლივერ ნელსონის წინაშე და ოლივერ ნელსონი, რომლის ტრეკებიც მე მგონი ძალიან უყვარს. ოლივერ ნელსონს ისეთი რაღაცა ხდება, მე სიცხეს შეგენ ესე რომ მალავე ხარ ვერ ვხვდები ხა მოხდება შეხვედრა. ეს არის თქვენაც გეტყვით, რამ გადაგაწყვეტინათ პროექტში მონაწილეობის მიღება და ჩართვა? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც ასეთი რეზონანსი მოყვა ასეთი მასშტაბის ელექტრონული ფესტივალის გამოცხებას, რომლის ინიციატორი გახლავთ კულტურის პალატა და ჩვენც ვალდებულად ჩავთვალეთ, შეუერთდეთ ამ ინიციატივას. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი მხარს უჭერს ახალგაზრდების პროგრესულ განვითარებას და აქედან გამომდინარე მთლიანად მთელი სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო შეუერთდა კულტურის პალატის ამ ინიციატივას და დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ბატონ დავითს, რომელიც არის სულის ჩამდგმელი ამ ესე ვთქვათ ინიციატივის და ვფიქრობ, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც ახალგაზრდებში ზოგ შეიძლება underground-ის მუსიკა მოწონს, შეიძლება ელექტრონული მუსიკა, რეალურად იქნება პრეცედენტი საქართველოში, რომელიც მომავალში ცხადია უნდა იქცეს ტრადიციად. და ვფიქრობთ, რომ თუნდაც ესეთი დამოკიდებულებაც კარგი არის და ნიშნავს იმას, რომ 27-ში ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და ეს მოძრაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კულმინაცია იქნება შემდგომში DJ-ები, რომლებიც საქართველოს. ეს საინტერესოა საქართველოში ამ ხრივ როგორია. მოდი ნიკა გელაშვილს შევეხმიანოთ, რომელიც გველოდება საკმაოდ დროა. ნიკა დილამშვიდობისა. როდის აპირებ ჩამოსვლას და შენ რა შეგიძლია გვითხრა იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება ზოგადად, რამდენად იყავი საქმის კურსში, რომ აქ იყო ბუმი ელექტრონული მუსიკის და როგორ ფიქრობ, რა შემატებ შენ ქართულ clubbing. ნიკა Skype-ით გვერდება. დილამშვიდობის ნიკა. Good morning. NYC. დილამშვიდობის. საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ აქ რამოდენიმე ფესტივალზე სადაც ვიყავი და რამოდენიმე ესეთ ადგილას როგორიც არის Ultra Music Festival და სხვა. რომ ვნახე ეს ხალხი როგორ ენერგიას იღებს, ამ ხელას სიყვარულს იგებს და მე ვიცოდი, რომ ბევრ ქვეყანაში იყო ეს და არ იყო საქართველოში მაინდა-მაინც ასე თუ ისე განვითარებული ძალიან და ძალიან მინდოდა გულით, რომ ეს ყველაფერი ჩამოსულიყო მანდაც. და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ის ჩემი ფონდომება და არა მარტო ჩემი გიორგი თორაძესი რომ ჩამოგვეტანა ეს პროდუქტი საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრად გაამართლებს. თუ ხარ ნამყოფი რომელიმე ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, რომელიც იმართება ბოლო რამდენიმე წელია ჩვენთან? არ ვარ ნამყოფი, მე მგონი 2011-ში მახსოვს ბათუმში იყო რაღაც დაახლოებით ესეთი, მაგრამ ამ მასშტაბის როგორცაც ახლა ჩვენ ვაპირებთ ესეთი, მე ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ჯერჯერ. შემიძლია გეკამათო, მაგრამ ამისთვის დრო არ გრჩება. ნიკას უნდა ვკითხოთ ასევე ჩვენთან, თუ გაქვს საშუალება რომ გითხრა, შენ რა აზრის ხარ ზოგადად ქართულ კლაბინგზე და როგორ ფიქრობ, სად მივდივართ ის რომ ეს ყველაფერი პოპ კულტურა ხდება? Pop კულტურამდე მიდის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მქონდა ფესტივალები კაზანტიპიდან დაწყებული, სადაც 10,000-15,000 ადამიანი იყო მოქცეული ერთ სივრცეში. კი, მაგრამ ეს რაღაც ახალია, რაც უფრო განავითარებს კლუბურ სამყაროს ჩემი აზრით. იმასთან განსხვავებით, რაც ახლა ხდება. მე მგონი ნიკა გელაშვილს გონია, რომ კითხვა დაუსვი მას. ნიკა, მეორე ნიკაზეა საუბარი, DJ ნიკაზე, რომელიც აქ სტუდიაშია.
ნიკა, მოკლედ კითხავ ნიუ-იორკელი ნიკა, ესე დაგარქვათ, რა ლოგიკით შეერჩია არტისტები, რომლებიც ჩამოდიან აქ? პირველ რიგში რა თქმა უნდა ბატონ დათოსთან კულტურის პალატასთან შეთანხმებით ერთად ჩვენ მოველაპარაკეთ და მივყევით ესე ვთქვათ ბილდაპი გავაკეთეთ ანუ ეტაპობრივად გვინდა რომ ჩამოვიყვანოთ უფრო და უფრო ძლიერი არტისტები და მოვემზადოთ იმ დიდი სურპრიზისთვის რომელსაც ძალიან მალე ყველანი გაიგებს და ამისთვის რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს ვერ გავიგე რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს რამდენი არტისტი გვინდა რომ ჩამოვიყვანოთ ვერ გაიგო კი რამდენ ადამიანს ელოდებით ტიესტოზე როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი შეიძლება დაესწროს ალბათ დაახლოებით 20,000 და ალბათ მეტი ჩემი ანგარიში დაახლოებით საქართველოში არ ყოფილა და უხსენით მე სიტუაცია რა ხდება რამდენი ადამიანი ვინც არიან ჩვენი მეზობლები მე ვფიქრობ რომ 50% ალბათ ისინიც კი შემოვლენ ჩვენთან ძალიან დიდი მადლობა ნიკა დაგემშვიდობებით და გელოდებით უკვე საქართველოში შემოგთავაზებთ რამის გადაცემის დასასრულს მუსიკას შემოგთავაზებთ კი ბატონო სიამოვნებით მოვისმენთ და დაველოდებით უკვე 27 თებერვალს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანდერვილში TV Noise-ის ივენთი გაიმართება ელექტრონული მუსიკის ფილმი საქართველოში კი გრძელდება. ამასობაში განვართოთ სტუდიაში შუქები გადავიდეთ სხვა განათებაზე და შეგვიძლია